მოგესალმებით, ბრუნდებით ჩვენ ამოცანების განხილვით 94 ნომრიდან. აუ, ჩვენ ახლა აქ ვერ დავატებთ. მოდი გადავხაზოთ ეს მაგალითი 94. MPK სამკუთხედის და მოდი ავიღოთ ჩვენ MPK სამკუთხედი. ასე. დავაწეროთ ასოები. M, E, E, K. MPK სამკუთხედის M კუთხის ბისექტრისისა და კაწვეროსთან მდებარე გარე კუთხის. ახლა გავაგზავნოთ ჩვენ ახლა კაწვეროსთან მდებარე ეს გარე ხე. ესე. ცუდად. მოდი ბისექტრისებს სხვა ფერით ავიღებ, თქვათ მწვანე ფერი იყოს. ეს არის M კუთხის ბისექტრისა, ხო? აი ასე. და დაახლოებით ასე იქნება, მოდი ესე იყოს, თქვათ ეს არის კა კუთხის ბისექტრისა. ბისექტრისები რომ არის, დავაფიქსიროთ წითელი ფერით. ეს იყოს თითო ხაზი, ეს იყოს ორ-ორი ხაზი. დავაწეროთ ასოები. შესაბამისად, ანუ ეს არის E. მორჩა, ხო? პრინციპში ეგ დავიტანეთ. ახლა რა ვიცით ჩვენ აქ? M კუთხის ბისექტრისა, კი. K კუთხის გარე კუთხიდან გავლებული K ბისექტრისა, კი. ჩვენ გთხოვენ M E K კუთხეს. აჰა, მოდი X დავაწერ ამასა, X გრადუსი. M E K და ვიცით M E K. აი ეს არის 32 გრადუსი. კარგი. ნუ მორჩა მეტი არაფერი და უნდა დავადგინოთ. ახლა აქ არ უნდა შეგეშინდეთ აღნიშვნების შემოტანის. შესაძლოა თავიდან რომ დაიწყებთ ამოცანის აწყობას ან თლად ესე თქვათ ეფექტური აღნიშვნები არ გამოგვივიდეს ან ცოტა გზელი გზა გამოგვივიდეს ასეთ დალაგების დროს ბევრი არ არის სავალდებულო ახლა თავიდანვე მაინც და მაინც ყველაზე ეფექტური ამბობს და მოვიფიქროთ. ახლა ამოცანაზეც კი დასწარ რომ დავფიქრდი მგონი ყველაზე უფრო მოქნილი გზა იქნება ასე დავალაგოთ ჩვენ. აი ჯერ შევნიშნოთ რომ მოდი დავაწეროთ მაინც ასოები, შემოვიტანოთ, ამას დავაწეროთ. ვთქვათ, ესეც ალფა იქნება. მოდი ამას დავაწეროთ ბეტა. ძალიან მიულდება, როდესაც აღნიშნების შემომაქვს და ისევ ალაგებ დამოკიდებულებებს კუთხეებს შორის. და აი ასე რომ ვთქვათ, დააკვირდით, ამ სამკუთხედის გარე კუთხე რომ წარმოვიდგინოთ ბეტა. წარმოვიდგინოთ რა არის კიდეც, ხო? აი წარმოვიდგინეთ აი ეს ბეტა კუთხე სამკუთხედი M E K-თვის. ხო გამოდის რომ ბეტა არის ალფას დამატებული 32. და ახლა წარმოვიდგინეთ, ნახეთ თვითონ MPK სამკუთხედისთვის რა გამოდის, აი 2 ბეტა ხო გამოდის გარე კუთხე, მთლიანად გარე კუთხე გამოდის და ანალოგიურად 2 ბეტა ტოლი იქნებოდა 2 ალფას დამატებული x, ხო? არა მოსაზღვრე 2 შიგა კუთხის ჯარის ტოლია. დამატებული x. და აქედან დააკვირდით ბეტას მინუს ალფა ხომ გამოდის 32 გრადუსი. და აქ 2 ბეტას x გამოდის, აი x-ი რომ დავთვალოთ ახლა 2 ბეტას მინუს 2-ა. ხო, ესე იგი ორჯერ ბეტა მინუს ალფას და თუ ავგებოთ და ჩავსვამდით ამ მნიშვნელობას, ანუ ორჯერ 32 გრადუსი. ანუ 64. მგონია რომ ეს მეტნაკლებად ყველაზე მოკლე მიდგომა იქნებოდა პრობლემის გადასაწყვეტად. გავაგზავნოთ ამოცანების გარჩევა. 95 ამოცანას შევდივართ ახლა.
გადავხაზოთ კვლავ ნახაზი ABC სამკუთხედში AB და AC გვერდები ტოლიან. AB და AC ტოლფერდა სამკუთხედია მოცემული ასე. B A C. შემდეგ რა გავაკეთოთ? ნახეთ. D და E წერტილები ისეა შერჩეული, რომ A უდრის D-ას, ნუ ნახაზითაც უნდა ვისარგებლოთ, ესე იგი AC გვერდზე ისეა აღებულია წერტილი და BC-ზე D, რომ პატარა ტოლფერდა სამკუთხედი გამოსულიყო. აი, მოდი, ჩვენც ასე ვქნათ. ასე და ალბათ ასე იქნებოდა, ხო, დაახლოებით. და ემყარება ტოლფერდას. ნუ ეს ამის ტოლი იქნება. თან დავითვალისწინოთ, რომ ანუ ხო გამოვა თავისთავად ეს ხისტოლი, მაგრამ რადგანაც AB უდრიდა C-ს, ანუ დიდი სამკუთხედის ტოლფერდა, ანუ ეს B კუთხე უდრის აი ამ C კუთხეს. და ჩვენ ვიცით, რომ BAD კუთხე აი ეს არის 30 გრადუსი. მირჩევა? გვეკითხებიან CD-ს. ხო, C დავაწეროთ, სადაც არის ახლა. C აგერ არის ვიწერია, ეს არის D, ეს არის E. CD ეკუთხე. ანუ ჩვენ გვინდა აი ეს. მოდი ამას X-ი დავაწეროთ. ალბათ ახლა მორჩა დამთავრდა, მეტი არაფერი არ ვიცით, ნახაზი ყველაფერია დატანილი,ობით უერთდეს კუთხეებთან დაკავშირებული მომენტები. ნუ ერთი ის არ ჩანს ახლა, რომ აი ეს გვერდი უდრის აი ამ გვერდს, მაგრამ X განვითარებული გვაქვს აი ამ B კუთხეზე ორხაზიანი გვაქვს და C კუთხეზე ორკალიანი ორხაზიანი აღნიშნული, ან ტოლია B და C კუთხე. შეიძლება აღგვენიშნა ახლა ალფა ყოფილიყო ეს, შემოგვიტანა ეს ბეტა დაგვეწერა, წავყოლოდით, მაგრამ მე მგონია, რომ აი ყველაზე უფრო სადა იქნებოდა უფრო მარტივი მიდგომა არ მომივიდა თავში. აი ეს რომ ალფათი აღნიშნოთ. ახლა რა ხდება? დაგვირდით? სამკუთხედი გავაფერადოთ. ის აი ასე სამკუთხედი DEC-სთვის გარე კუთხე არ გამოდის ერთხკალიანი. ნახეთ. ამ სამკუთხედის გარე კუთხე ხო გამოდის აი ეს ერთხკალიანი. შესაბამისად ეს იქნებოდა X პლუს ალფა. აი ეს კუთხე ხო? ახლა ნახეთ, ეს თუ X პლუს ალფა, ესეც ხო მისი ტოლია X პლუს ალფა. და დააკვირდით ახლა მთლად ამ კუთხეს, ეს ხო გარე კუთხე გამოდის, აი ეს ამისთვის, ეს ხო ალფა, აგერ თუ ალფა გვაქვს, ესეც ალფა. და გარე კუთხე გამოდის უკვე BAD სამკუთხედისთვის და შესაბამისად სამკუთხედისთვის გამოდის გარე კუთხე. ეგეც ცოტა გავაკეთოთ. ასე. და თუ გარე კუთხე გამოდიხარ ამისთვის, მაშინ ორი კუთხის ჯამი იქნება, რა? ну გამოდის რომ x პლუს ალფას პლუს x-ი, აი ეს კუთხე όλი იქნება ალფას პლუს 30 გრადუსის. ალფას პლუს 30 გრადუსის. ნახეთ? ალფები აკვეთილებენ 2x-ი უდრის 30 და x-ი უდრის 15 გრადუსს. ეს საკმაოდ მარტივად დავაკეთე, რა. კარგი. იმძებოთ ესეც. მეტი რა ვთქვათ, ახლა აღნიშნების სწორად დაგეგმაზე იყო გამოკითხვა. შესაძლოა თქვენ ასე არ დაგიგეგმავთ. არ გაკეთებიათ, შეიძლება ახლა სხვა ვერსიაც აღნიშნების გამგვეხილა, მაგრამ დავწოდებოდით, რომ ცოტა ვიწვალებდით, მაგრამ აუცილებლად მივიდოდით სასურველ შედეგამდე. 96.
ABC, BAC მართკუთხა სამკუთხედია და მოდი აბა შემოვიტანოთ ახლა ეს 96 დავხატოთ ეს მართკუთხა სამკუთხედი ასე მოვაწეროთ ეს B C BC ჰიპოტენუზაზე აღებულია კაწერტილი ისე რომ AB უდრის AK-ს B უდრის AK-ს ეცა ასია ხო თქვათ არ გამოვა რა კაი რაც გამოიშკა მოვიღეთ ახლა რაღაც ასე ხო სუსტი იქნება AB გასტოლია დავწეროთ აქსადები AB რომ უდრის AK-ს აქ დავაფიქსიროთ პრინციპში რომ კუთხეები ტოლი იქნებოდა აი ეს კუთხე ტოლი იქნებოდა აი ამ კუთხის ხო ნახოთ იქნება იყოს საჭირო ალაგა მონაკვეთი ცელ ბისექტრისის შუა წერტილზე გადის აჰა ნახეთ რა ხდება ჩვენ რომ გავავლებით ახლა ცელ ბისექტრისას აი აქედან გავავლებით ბისექტრისას აი ასე მოდი ეს ხაზები წავშალოთ სხვა რამე არ გვეგონოს ტოლი ახლა აქ აგერ გვაქვს თითეული და თან კუთხეებს აღნიშნეთ C ელი არის ხო ეგ კი C-ელი თან ბისექტრისაა მოდი წითელი ფერით გავაკეთოთ აღნიშნა აი ეს კუთხე უდრის ამ კუთხეს შუა წერტილზე გადის ესე იგი როგორ გადის AK მონაკვეთი CL ბისექტრისის შუაზე გადის ანუ CL ბისექტრისა იყოფა თვითონ მოდი ეს ასე დავაფიქსიროთ ძალიან კარგი კი ბატონო თხოვენ იპოვეთ ABC კუთხე კაი ამას ვიკითხები ახლა მივყვეთ და აი ფაქტები აბა რისი დანახვა შეიძლება მაგრამ რაც თვალში ხდება პირველ რიგში ის არის რომ ეგ ხო მართი კუთხეა და თუ მართი კუთხეა LAC-ში ანუ სამკუთხედ LAC-ში მოდი ამას დავაწეროთ რაიმე ასო მოდი ასე ხო არ წერია რა წერტილში იკვეთებიან არა ჩვენ დავაწეროთ ხო წერტილი LAC-ში რა ხდება მედიანა არ გამოდის მედიანა ესე იგი LC-ს ნახევრის ტოლი იმიტომ რომ მართკუთხა სამკუთხედში თუ ჰიპოტენუზაზე დაშვებული მედიანა მისი ნახევრის ტოლი ხარ რომ ესეც ორხაზიანი იქნებოდა ვაუ ანუ გამოდის რომ ეს თუ ერთკალიანი ესეც ერთკალიანი გამოდის და ახლა ხედვა რომ გავიმარტივო მაინც რიჩემია ავას ალფა დავაწერო ესეც ალფა იქნებოდა მაშინ ესეც ალფა არ გამოდის კი გამოდის მაშინ ოქროები დააკვირდით ახლა ერთ ფაქტს ის გარე კუთხე გამოდის მოდი რაჯულეს ახლა როგორ დავალაგოთ ახლა ნახეთ როგორი მომენტია შევედეთ აი ეს კუთხე მოდი გავაფერადებ რომ კიდე ხაზები არ დავჭიქეს აი ხაზების გავლება აი ეს კუთხე ნახეთ აი ეს კუთხე ის კუთხე არ გამოდის გარე კუთხე AOC-სთვის კი გამოდის და მაშინ თუ გარე კუთხე გამოდის ესე იგი კუთხე AOC გარე კუთხეა სამკუთხედი AOC-სთვის ესე იგი კუთხე AOC ტოლი იქნება ორი ალფასი არა ალფას პლუს ალფასი ანუ ორი ალფას ტოლი და სხვა დავაკვირდით მეგობრებო კუთხე აი ეს ორხაზიანი კუთხე
იქ. ხო? ეს ხო გამოდის გარე კუთხე უკვე. კუთხე A A B A A B გარე A სამკუთხედი OKC-სთვის. C-სთვის. ესე იგი, რას უდრის კუთხე AKB უდრის 3 ალფას, ხო? 2 ალფას დამატებული ალფა. აჰა, ანუ ეს 3 ალფა. მაგრამ ესეც 3 ალფა არ იყო? კი, იყო. მაშინ რა გამოვიდა, იმიტომ ესეც 4-ხაზიანია. მაშინ დააკვირდით დიდ სამკუთხედში. ერთი მახვილი კუთხე 3 ალფაა, მეორე მახვილი კუთხე 2 ალფა, ანუ სამკუთხედ ABC-ში 3 ალფას პლუს 2 ალფა არის 90 გრადუსი. 5 ალფა უდრის 90 გრადუსს, ალფა არის 18 და შესაბამისად კუთხე B რა იქნებოდა, რასაც გეკითხებოდნენ 3-ჯერ 18, ანუ 54 გრადუსი. მგონი რომ საკმაოდ ეფექტიანად ამოხსნით საკუთარ დროში. კარგათაც ჩავჯექით, მგონია რომ მოკლე მიდგომა. დავიძებოთ. კარგი ამოცანა, ერთი და იგივე ფაქტის გარე კუთხის თვისების ამდენჯერმე გამოყენება დავჭირდა. საშიში არაფერი. 97. აი ნახოთ ქვემოთ რამე გაგრძელება. ხო არა აქვს 97-ს არა. IBC სამკუთხედის BC გვერდზე აღებულია კაწერტილი. ისე რომ BK უდრის AB-ს. მოდი. დავალაგოთ ახლა ჩვენს. ავიღოთ ასე. IBC სამკუთხედი A B C. BC გვერდზე აღებულია კაწერტილი. კი, კაწერტილი უნდა ავიღოთ რომ BK უდრიდეს AB-ს. კი ბატონო, ასე. თვალით ასე იქნება, თუ შევაერთდით და დაახლოებით ასე უკეთესია, ხო? BK, ანუ AB რომ უდრიდეს BK-ს. აქ მე გადატვირთვა ხდება რამე, პრინციპში მეტი ხაზი არც გაივლება, ანუ ეს ამის ტოლია. კუთხეს დავაფიქსიროთ, ანუ აი ეს კუთხე, ამ კუთხის ტოლი გამოდის. იპოვეთ AC კუთხის სიდიდე. ამ კუთხის გვეკითხებიან, თუ BAC კუთხის გრადუსული ზომა 36-ით მეტია BCA, მოდი ეს იყოს ალფა, ანუ BCA არის ალფა და ამაზე 36-ით მეტია BAC კუთხის გრადუსული ზომა. BAC კუთხის გრადუსული ზომა 36-ით მეტია, ანუ მოდი ვქრები ასე ვქნა დაიმთლიანად. ეს არის ალფას პლუს 36. აი ასე ვიცით, ხო? აბა წავიკითხოთ კიდევ BAC კუთხის გრადუსული ზომა 36-ით მეტია BCA-ზე. კაი. წავყვეთ. მოდი ამას დავაწეროთ x-ი. კითხვის ნიშანს ამოვშლი. დავაწეროთ x-ი. მაშინ ანალოგიურად ეს ხო გარე კუთხე გამოდის, ეს იქნება x პლუს ალფა, ხო? გრადუსია, ეს ისედაც ვიცით რომ გრადუსია, x პლუს ალფა. დააკვირდით მეგობრებო, კარგად დააკვირდით, ეს აი ამ სამკუთხედისთვის ხო გარე კუთხე გამოდის და შესაბამისად არამოსაზღვრე ორი შიგა კუთხის ჯამის ტოლია და არამოსაზღვრე ორი შიგა კუთხე არის x-ი და α. და ეს ორხაზიანი, ესეც იგივე ორხაზიანი ხო არის, ანუ ეგეც გამოდის x დამატებული α. მაშინ, აი აგერ უყურებთ ჩვენ ხო? x დამატებული ალფას პლუს x-ი ტოლია ალფას პლუს 36-ის. ალფები ფათილდება, 2x-ი არის 36 და რასაც გვეკითხებიან ის ქონდა x-ით აღნიშნული და გამოგვივიდა 18 გრადუსი.
ძალიან კარგად ჩაჯდა რა და გამოვიდა. მოდი 98 ამოცანაც გავარჩიოთ, ეგეთ ადგილიც დავიკავოთ. ნახაზი არ გვეყოფა პრინციპში. შესაძლოა ესეც ვიყოფინოთ, ეს არის 30 გრადუსი, ეგ 75, მაგრამ მათ თვალი არ გვეტკინოს ახლა. თუ smartphone-ებზე ნახავთ აღნიშნულ გარჩევას, ცოტა ვიწრო ნახაზია და მოდი გავითვალისწინოთ. განვიხაზოთ, ხო, ეგ როგორც არის, რას იმიტომ რომ აშკარად ნახაზის გათვალისწინებას გთხოვს. ეს სასურველი იქნებოდა, ეს იქნება თუ პირობაში ამას მიუთითებს ავტორი. ნახაზი ფიხელმძღვანელოთ. დავწეროთ ასოები C, A, D და ნუ შესაბამისად აქ ისეა გადადებული მონაკვეთები, რომ ესე BC უდრის D-ს მოდი ესე შევაერთოთ. დავწეროთ ასოები, აქ B, რომ არის ეს ერთხაზიანი, ამის ტოლია, ეს არის 75 გრადუსია, ეს არის 30 გრადუსი. აბა ვნახოთ. CA მართობულია ADS-ი, კი ბატონო. ADC კუთხე რას უდრის გვეკითხებიან? ADC, აი ამ კუთხეს გთხოვენ. რა შეგვიძლია ახლა რა შეიძლება დავინახოთ რა? ანუ შემთხვევით არ იქნება ახლა არც მე არ ვიცი ახლა, არც მახსოვს აღნიშნული ამოცანა, აი თქვენთან ერთად ვფიქრობ აგერ ახლა, რა შეიძლება იყოს, რა შეიძლება დაგჭირდეს. ნუ დავაწეროთ ჯერ მისი დაწერაც შეგვიძლია რა კუთხეებისიც. ეს თუა 75 გრადუსი. ესეც, ანუ ეს 30, ანუ 105 გრადუსი, ესეც იქნებოდა 75 გრადუსი. ანუ გამოვიდა, რომ BC-ა სამკუთხედი ტოლფერდაა, ანუ ესეც ერთხაზიანია. აჰა, ანუ გამოვიდა, რომ მართკუთხა სამკუთხედის ტოლფერდაა, ეს თავიდანვე ტოლი იყო BC-ი, AD-გვერდი. და შესაბამისად კითხვის ნიშანი გამოდის 45 გრადუსი, და ტოლფერდა მართკუთხა სამკუთხედში, მახვილი კუთხეები არის 45 გრადუსი. ძალიან მარტივი ყოფილი. კარგი. ნახოთ 99 ამოცანა. რას გვიქრადის? მოვხაზოთ ეს ამოცანაც, ცოტა დიდი ნათვასი გავუგვირდეს. ასე რა ხდება ახლა ქრონოლოგიურად რომ წავყვეთ? თავიდანვე მოცემული არის BCA მართკუთხა სამკუთხედი. ეტყობა ჯერ გაავლეს სიმაღლე თვითონ ამ მართი კუთხის, C მართი კუთხის წეროდან ჰიპოტენუზაზე. აი დაუშვეს ეგ სიმაღლე. მოდი, ზოგიერთ თან მე ეტაპობრივად მივყვები. ნახეთ? ჩვენ ხო ვიცოდით, რომ კუთხეა იყო 30 გრადუსი. აი, ეს იყო 30 გრადუსი. მაშინ ეს ხო იქნებოდა 60 გრადუსი. კი. ესეც იქნებოდა 30 გრადუსი, ეს მარტივი საჩვენებელი. კი ბატონო, იქნებოდა. და ეს იქნებოდა 60 გრადუსი. კი. მე ადგნეთ და D-წეროდან დაუშვეს სიმაღლე. კი ბატონო, დაუშვეთ ახაც სიმაღლე უკვე 10 გვერდზე გამოვიდა ეს სიმაღლე დაშვებული და აქაც ანალოგიურად ეს გამოვიდა 30 გრადუსი. და რადგანაც ეს მართი კუთხეა, აქ მაშინ 60 გრადუსი იქნებოდა, ხო? ეგ რო 60-ია, ბევრნაირად შეიძლება ვთქვათ. ჩვენ ვიცით 10 გვერდის სიგრძე არის 10. აჰა. აი, ეს არის 10. აი, რას უკავშირდება? და ხო, და გვეკითხებიან აი, ამას გვეკითხებიან, აი რა. რას შეიძლება უკავშირდებოდეს ახლა ეს 10-იანი, ხო?
ძალიან ბევრი მომენტია, რა შეიძლება ახლა აქ გამოგვადგეს. თუ პირდაპირ საერთოდ ახლა 30 გრადუსიანი კუთხე რომ არის მოცემული, 30 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე კათედსა და ჰიპოტენუზას შორის კავშირი იცი, მაგრამ 10 გვერდი კი არის 10, მაგრამ ვერ არის ის პირდაპირ დაკავშირებული 30 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირეობასთან. ხო, აი დიდ სამკუთხედში 60-იანის მოპირდაპირე გამოდის. ეგ პრობლემას ქმნის. რა ვქნათ? და მოდი როგორ დავამატოთ ახლა ეს სიტუაცია. თუ კიდე აი პირდაპირ ასე ფშალად მივყვეთ, აი თქვათ ესაა x. მაშინ ეს ხო იქნებოდა 10 - x. ხო? ეს 30 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე კათედი. კი. და ისე ის ძალიან დაიტვირთე არ გიდა ასე. მოდი, იმიტომ რომ 10 - x უნდა გამრავლდეს ორზე თვალისთვის ცუდია, მოდი ამას x-ი დავაქვათ და ჩვენი საძიებელი იქნებოდა 10 - x. ამას ვიპოვეთ. ახლა c e d სამკუთხედში, მოდი სხვა ფერს გამოვიყენებ, რომ აფიო იყოს, ეს წითელი იყოს ასე, აქაც ეს წითელი, სოთასე. და ეს ხო იქნებოდა 2x რა. დაგვირდით. ის ხო არის ამ პატარა სამკუთხედში ჰიპოტენუზაა და შესაბამისად 30 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე კათედი თუ იყო x, ეს 2x გამოვიდა. მაგრამ ახლა დააკვირდით, აი ამ სამკუთხედში უკვე ეს არის 2x, არის 30 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე კათედი. და შესაბამისად ჰიპოტენუზის ნახევრის ტოლია. ანუ გამოდის, რომ 2x ტოლი იქნებოდა 5-ის. და შესაბამისად x-ი გამოვიდოდა 5 მეორე. 5-ის რატომ? იმიტომ რომ ჰიპოტენუზა გამოდის 10 და 30-ის მოპირდაპირე კათედი მისი ნახევარი იქნებოდა. ანუ 2x იქნებოდა 10-ის ნახევრის ტოლი, 5-ის ტოლი, ანუ x-ი გამოდის 5 მეორედი. შესაბამისად 10 - x-ი, აი რასაც გვეკითხებოდნენ, ეგ რა იქნებოდა? 2.5-ია ხო იგივე, ანუ 10 გამოკლებული 2.5. პასუხი არის 7.5. კარგად გამოვიდა. გავაგზავნოთ. ვიასე ამოცანა. ალბათ ეს სამკუთხედის AB გვერდის შუა მართობი BC გვერდს M წერტილში კვეთს. როგორ ამბობს ნახეთ ახლა. შეიძლება საერთოდ გვერდის გაგრძელება გადაეკვეთა. მოდი ახლა რასაც გვეუბნება ის დავით. რაცია. AB გვერდის შუა მართობი, ну შუა წერტილი დაახლოებით აქ არის, ხო? ასეა. და შუა მართობი BC გვერდს. შუა მართობი რა არის? შუა მართობი არის აი ეს მონაკვეთი ასე. ახლა ის ზუსტად წვეროში გამოვდის გავლებული და თუ ასე ზუსტად ავიღოთ პროფილ და ხო, აი შეიძლება ხდებოდეს უხრებიც აი ზუსტად მაგის თქვა მინდოდა ახლა რომ შეიძლება ისე უნდა ავიღოთ თავიდან ვაპირებდით თქმას, მაგრამ აი რომ შუა მართობი შეიძლება 10 გვერდს კვეთდეს, ხო? და ნახაზი ისე უნდა გააკეთოთ, რომ ამ შუა მართობი რა არის? მონაკვეთის შუა წერტილზე გავლებული მართობი. უნდა გადაკვეთოს BC გვერდი. შესაბამისად, ეგ როგორ მოხდებოდა ახლა? შედარებით ახლოს თუ იქნებოდა BC გვერდი, ხო? აი ასე თუ იქნებოდა რა. დაახლოებით რო წარმოვიდგინოთ. მოდი, ავიღებ ასე ნახას. დავალაგოთ. ამასად. შედარებით ახლოს განვალაგებ ამ გვერდებს, რომ ასე იყოს, ჩემი აზრით საკმარისი იქნება. შუა მართობი ცოტა ქვემოთ ჩამოვწიროთ. ასე. დავაწეროთ ახლა ზოები, ეს შუა მართობი, ეს შუაზე იკვეთება,
ეს თან მართი კუთხეა. წეროები არის A, B, C გვერდი, M წერტილში კვეთს შუამართობი BC გვერდს. იპოვეთ AC გვერდის სიგრძეო, ამას გვეკითხებია, თუ BC გვერდი არის 17, ანუ მთლიანად BC ვიცოდით იყო 17 და AMC სამკუთხედის პერიმეტრი რადგან იყო მოცემული, ანუ A შესაერთებელია M-თან. აი, ასე არის ამბავი. კარგი, და ვიცით აი ამ სამკუთხედის პერიმეტრი. მოდი გავაფერადოთ ეს. მოხდება. აი ასე. ვიცით აი ამ სამკუთხედის პერიმეტრი, მოდი შიგნითარგან დავტვირთოთ ნახაზი AMC. ეს არის 28 ტოლი. რა ვიცით ახლა, ესე იგი MBC BC გვერდი ვიცით, AMC სამკუთხედის პერიმეტრი ვიცით. აი გაიხსენეთ ჩვენი რჩევა, რა არის ერთ-ერთი კარგი რჩევა, როდესაც გვერდებთან დაკავშირებულ საკითხებს მოვიხილავთ სამკუთხედში, მრავალკუთხედში არ აქვს მნიშვნელობა, ლათინური პატარა ასოები შემოიტანეთ. და მთელი ის ინფორმაცია კარგად, სულ ყოფილად გამოვიყენოთ, რასაც გვთავაზობს ავტორი. ამ შემთხვევაში ცხადი იყო, რომ AMB სამკუთხედი ტოლფერდა იქნებოდა, ამიტომ რომ ნახეთ AMB სამკუთხედში სიმაღლე მედიანაც გამოდის. შესაბამისად, ეს კუთხე ამ კუთხის ტოლი იქნებოდა, ახლა ამ შემთხვევაში არ გვჭირდება, მაგრამ მაინც და ეს გვერდი, AM გვერდი, BM გვერდის ტოლი. მოდი შემოვიდაოთ ლათინური პატარა ასოები, სადაც თან პერიმეტრი გვჭირდება, ხო? B, S, X-ია, ხო? ანუ აქედან რა ვიცოდით? A+, B+, X არის 28. და კიდევ რა ვიცით, ანუ ესეც ხო არის. და დააკვირდით A + B, არ ვიცით? აი A + B 17 არ გამოდის? ძალიან კარგი. ანუ რა გამოვიდა X 28 - 17 11. ჩადავთავთ ამოცანა ამოიხსნა. სხვათა შორის საკმაოდ აი ტანჯველი ამოცანა გამოვიდოდა, თუ თქვენ მსგავს აღნიშნულს არ გააკეთებთ. კარგად გაგაწვალებდეთ, ახლა იმ სირთულიდან თვითონ საკმაოდ მარტივია და ამაზე პატარა კოხთა ეკლიანი ყვავილი არის, მსგავსი ამოცანები. კონკრეტის დროს კარგად რო დაგისუსხავთ ხას, თუ თავიდანვე სწორად არ მივდექით რა. აი, ასმერთი ამოცანაც საკმაოდ საინტერესოა ამ თვალსაზრისით. მოდი, ასაც შევუტიოთ. ერთი ABC ტოლფერდა სამკუთხედში AB ფერდია. მოდი ავიღოთ ABC ტოლფერდა სამკუთხედი. ასე. ფერდები რა არის? AB გვერდის შუამართობი, BC გვერდს წერტილში კვეთს. კალარი ქვემოთ არის AB ფერდია, მაგრამ ფუძე რა არის? მისი შუა წერტილი აფრიცია გავლეპერდით უკვე BC ფერდს. ესე იგი AB და BC არიან ფერდები, ხო? A, B, C. ნახე დააკვირდით, გავუყევი პირობას და ნახე სანამ საკმარისი არ აღმოჩნდა პირობა, რომ B იყო ფერდების შემაერთებელი წერო, მანამდე ნახაზი არ ავიღე და თუ იქნებოდა საჭირო, მაშინ ორ შემთხვევასაც გამიხილავდით. AB არის BC-ს ტოლი და არის 14. ეს არ დაგვაწყდეს. მისი D შუა წერტილიდან, ანუ AB გვერდის შუა წერტილი არის D, აი ასე, ეს არის D, პრინციპში ჩვენ აქ ხო სტანდარტული ფერებთან ასე და შუა წერტილი რომ არის, თან რა ხდება? ფერდისადმი არის აღმართული პერპენდიკულარი, რომელიც BC-ს კვეთს.
დააკვირდით ფერდისამი და ზოგი 100 ავლებს ხოლმე. ეგ არ არის პერპენდიკულარი. პერპენდიკულარი აი 100 არის, ხო? პერპენდიკულარი აი 100. ანუ თუ აგზელებით ახლა უბრალოდ თვალისთვის რომ პერპენდიკულარია ასეთი წრფე მართობული წრფე გავავლეთ, რომელიც შუაზე გადიოდა აი AD BD-ს ტოლი იყო და ეს მართობია. თან BC გვერდს კვეთდა და ნახაზით სწორი გამოდის, ეს იქნებოდა E წერტილი, BC გვერდს კვეთდა E წერტილში. აიце სამკუთხედის პერიმეტრი ვიცით. ასე. ესე იგი პერიმეტრი აიცესი არის 24 სტოლი. კი ბატონო, აღარ გავაფერებდეთ ახლა ამას, ასე ამის პერიმეტრია 24, ასე ჩავაწეროთ. აქაც დავაფიქსიროთ მეგობრებო, რომ სამკუთხედი AEB ტოლფერ დაიქნებოდა. იგი წინა ამოცანის მსგავსად, იმიტომ რომ მასში მედიანა სიმაღლეც გამოდის. იქაც ალბათ დაგვჭირდება ლათინური პატარა ასოების შემოტანა, მოდი ამას A დავარქვათ, ამას B დავარქვათ, შესაბამისად ესეც A იქნებოდა. ჩვენ გვეკითხებიან AC გვერდის სიგრძეს, AC-ს X-ი დავარქვათ. და აქაც მსგავსი სიტუაციაა. ეს ხო A + B გამოდის, ხო? დააკვირდით, ეს ხო 14 არის მთლიანად. და პერიმეტრიდან გამომდინარე A + B + X-ი გამოდის 24. და აქაც A + B თუ 14-ია, X-ი გამოვიდოდა 10. ეგეც საკმაოდ სადა სიტუაცია გამოვიდა, არ მეგვაწვა. ძალიან მსგავსი გამოვიდა ზედა ამოცანის. კარგი, იმედი აქ დეტალებს უკვირდებით და სხვა ამოცანებშიც წარმატებით გამოვიყენებთ. ნახოთ 102 ამოცანა. ABC სამკუთხედში AB ჰიპოტენუზის შუა მართობი AC კათეტს D წერტილში კვეთს. ABC სამკუთხედში ჰიპოტენუზა თუ AB ანუ მართკუთხა სამკუთხედი ყოფილა, ხო? კარგი. მოდი, ასე ავიღოთ. ეს C-წეროა, ეს AB. აქ შუა მართობია, ხო? ეს შუა წერტილია, D ვთქვათ. და AC კათეტს, ხო? არა, D წერტილი არ არის ეს D წერტილი, რაღაცა წერტილია ეს. ჰიპოტენუზის შუა მართობი AC კათეტს D წერტილში კვეთს. ასე შუა მართობს რომ ავიღებდით, AC კათეტს კვეთდა. ცხადია, უფრო გრძელი კათეტი, რომელიც არის, იმას გადაკვეთდა. D წერტილში, აი ასე. მოდი. აქაც მოვნიშნოთ, რა ვიცით, რა არის ტოლი, რა არა. შუა მართობი რადგან არის ერთმანეთის ტოლი იქნებოდა. ეგ მართი კუთხეა. ალბათ აქაც DB საჭირო იქნება რომ გავყვეთ. კი, აი ნახეთ, DBC სამკუთხედის პერიმეტრს ვთხოვენ და შესაბამისად აქ ეს ხაზი გასავლებია. რატო მოვითხოვეთ თავიდან ეს ხაზი რატო დამარყდა? იმიტომ რომ ტოლფერდა სამკუთხედი მიიღება, ხო? აი, ასე. ტოლფერდა სამკუთხედია. ჩვენ ვთხოვენ მის პერიმეტრს, აი ასე. რა ვიცით? AC გვერდი ვიცით? AC მთლიანად ეს ვიცით არის 8. BC გვერდი ვიცით? აი ეს არის 6. აქაც ლათინური პატარა ასოები შემოვიტანოთ, მოდი ეს A იყოს, ეს B იყოს. ფაქტობრივად ჩვენ გვეკითხებიან A + B + 6 რას უდრის. მაგრამ რადგანაც
ტოლფერ და სამკუთხედი გამოდიოდა A, D, B, ეს თუ B არის, ესეც B არის და ჩვენ ვხედავთ, რომ A + B 8 ტოლია. აი აქ ნათლად ჩანს. აი ძალიან ამარტივეს ლათინური ასოების შემოტანა და თუ პერიმეტრებს გაშლის სახით ჩაწერთ, საკმაოდ სადა პირობა გამოდის მერე. და ნუ აქ გამოვიდოდა 14. კარგად ჩანს ხო? A + B, ანუ 800 + 6 იქნებოდა 14. კარგი, 103-ს ვნახოთ, აბა. რა სითხოს? უბეცე მართკუთხა სამკუთხედში ერთი კუთხე ვიცით და AC კათეტი შუამართობი. ნახეთ A კუთხე, რადგანაც გარის მახვილი, ანუ პატარა მახვილი კუთხეა, AC კათეტი შესაბამისად დიდი კათეტი იქნება, იმიტომ რომ ნახეთ B კუთხე გამოდის უფრო დიდი. გავაცილოთ ახლა, ასე, 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 ეგარი. მართი და A წვერ უნდა იყოს პატარა მახვილი კუთხე. ეს ჩანს პატარა მახვილი, ხო? და ჩავატევ 35 გრადუსი. შეგვიძლია წვრილი თავი გამოვიყენოთ ჩასაწერად, აი 35 გრადუსი. AC კათეტის შუამართობი AB გვერდს, AC კათეტი. ეს AC კათეტი აგერ არის შუამართობი. ანუ ასე გაივლებოდა შუამართობი, ხო? და AB ჰიპოტენუზას ოწერტილში კვეთს. ასე, ეს იქნებოდა B. უცები კუთხეს ითხოვენ, ანუ ეს უნდა შეერთდეს OP-სთან და დააკვირდით ახლა რა ხდება. რადგანაც ეს აქ შუამართობი იყო, ანუ ეს გვერდი ამას უდრიდა და მართობული იყო. მაშინ ხო გამოდის, რომ აი ეს სხივი მართობულია CB-ში, პარალელურია. თან პარალელური თუა და ერთ გვერდს შუაზე ყოფს, თალესის თეორემის თანახმად მეორე გვერდსაც ხო შუაზე გაყოფდა. ანუ გამოდის, რომ ჰიპოტენუზის შუა წერტილიაო და შესაბამისად თუ ჰიპოტენუზის შუა წერტილია, მაშინ გაიხსენეთ ეს ხო ამას უდრის და მედიანა გამოდის, CO და მედიანა ჰიპოტენუზის ნახევრის ტოლია. ანუ მივიღებდით 2 ტოლფერდა სამკუთხედს, ხო? ეს ტოლფერდა იქნებოდა და ქვედაც. შესაბამისად, ესეც გამოდის 35 გრადუსი, აი აქ. ეს თუ 35-ია. ეგ ხო 55 გრადუსია. რა სიტყვენ აქ კუთხე OCB-ს. ხო, ახლა უნდა მაშინ ესეც 55 გრადუსი გამოდიოდა აქ. მგონია საკმაოდ მარტივი ამოცანა გამოვიდა, უბრალოდ უნდა დავყურებოდით ფაქტებს. ან თალესის თეორემა გამოვიყენეთ ახლა, რომ ესეც შუაზე იქნებოდა გაყოფილი. შევდიოთ 104-ს. ჰიპოტენუზის შუა წერტილიდან ჰიპოტენუზისადმი აღმართული პერპენდიკულარი კათეტთან გადაკვეთამდე, აღმართულია ჰიპოტენუზის პერპენდიკულარი კათეტთან გადაკვეთამდე და მიღებული წერტილი შეერთებულია მეორე კათეტის ბოლოსთან. ანუ რა ამბავია? მიღებულია შუა წერტილი ჰიპოტენუზაზე, გავლებულია მასზე შუა მართობი, ეს მართობული რომ არის თან შუაში რომ არის, თან მართობია და მოპირდაპირ, ნუ იმ კათეტს მეორე ერთ-ერთ კაცets კვეთს, ხო, გადაკვეთამდე, მეორე კათეთის გადაკვეთამდე ამიღებული და მე ეს შეერთებულია მეორე კათეთის ბოლოსთან. ერთი კათეთის გადაკვეთამდეა და შეერთებულია მეორე კათეთის ბოლოსთან ეს კვეთის წერტილი. აი ეს რომელიც სამკუთხედის კუთხეს ყოფს 2/5-თან შეფარდებით. ანუ აი ეს კუთხეები აქ, აი ეს კუთხე, გოდიში, აი ეს კუთხე და ეს კუთხე იყოფა ერთმანეთთან 2/5-თან შეფარდებით.
ახლა აქ ავტორი გვეხმარ თუ მე მეგონა ორი შემთხვევა ეწერა, განიხილე ორი შემთხვევა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ზუსტად ეს იქნება 2x და ეს 5x თუ პირიქით, ხო? მაგრამ ნახეთ როგორ გეუბნებათ უმცირესი ნაწილი ჰიპოტენუზასთან. ახლა როგორც ჩვენ აღვნიშნეთ 2x იქნება ჰიპოტენუზასთან. აი, ცოტა სკვილი კალამია ვეღოთ ასე. ანუ ეს 2x ნაწილი იქნება ჰიპოტენუზისკენ, აი ეს კუთხე და 5x იქნებოდა აქეთკენ. ახლა ნახეთ, ეს სამკუთხედი ხო ტოლფერდა გამოდის. რატო გამოდის ტოლფერდა? იმიტომ რომ ამ სამკუთხედში სიმაღლე მედიანაცა. ანუ ეს თუ 2x-ია, ესეც 2x გამოდის. შესაბამისად, დიდ მართკუთხა სამკუთხედში მახვილი კუთხეები გამოდის 2x და 7x. ხო, ის მთლიანად ხო 7x-ია. მათი ჯამი არის 9x + 90, x იქნებოდა 10 და შესაბამისად ეს კუთხე რა იქნებოდა 2 ჯერ 10, ანუ 20 გრადუსი, ეს კუთხე რა იქნებოდა მთლიანად 70 გრადუსი. იპოვეთ რომელი კუთხეო? იპოვეთ ეს კუთხე, რომელი კუთხე? რომელი მიხებული წერტილი შეთანხმება კათეის ბოლოსთან მონაკრიტით, რომელიც სამკუთხედის კუთხეს ყობს 2/5-ში. მთლიანად ეს კუთხე უნდა გვეპოვოთ, წესოთ 70 გრადუსი უნდა იყოს პასუხი. დიახაც. მოდი არ დავნებდეთ, გავაგრძელოთ. 105 ამოცანა ვნახოთ. მართკუთხა სამკუთხედია აქაც. აგებული. ეზოთ. მართკუთხა სამკუთხედში ამახვილი კუთხის სწოროდან გავლებულია აკა ბისექტრისა. ვთქვათ, ეს იყოს ამახვილი კუთხე. ეს და მისგან არის ბისექტრისა გავლებული. აკა. ეს კუთხე, ამ კუთხის ტყი. ბ უდრის 4-ს, AB ჰიპოტენუზა შესაბამისად C იქნებოდა მართი კუთხის წვერი. ბ უდრის 4-ს. დი, დავაწეროთ. ასე. ეს არის 4. E რა არის? ესე იგი, A წერტილიდან AB ჰიპოტენუზაზე გავლებულია KE მართობი. კი ბატონო. ეგეც არის პრობლემა. აი, აქედან გავავლოთ ასე მართობი. აი, ეს მართობი. ასეთს გავსიალოცანა ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს მანამდე. და რა ხდება ნახეთ, ბისექტრისაზე ძევს K წერტილი. და მისგან ფაქტობრივად კუთხის ერთ გვერდზეც არის გავლებული მართობი და მეორეზეც. და ჩვენ რათვისება ვიცით? ან ფაქტობრივად ესე KE და KC მანძილებია აკუთხის გვერდებამდე. და ჩვენ ვიცით ბისექტრისის ნებისმიერი წერტილი თანაბრად არის დაშორებული კუთხის გვერდებიდან, ხო? ანუ KE და CK იქნებოდა ტოლები. ჩვენ ვიცით, რომ KE არის 3-ის ტოლი. შესაბამისად, KC-ც იქნებოდა 3. მაშინ ეს არ გამოდის 7 და ზუსტად ამას ვთხოვდნენ BC-ს. მორჩა დამთავრდა. იქნებოდა 7-ის ტოლი. და всё. აი ჩვენ უნდა დაგვენახა რომ კაცეტილი ბისექტრისაზე წერდა და შესაბამისად ეს KE-ც მანძილი იყო გვერდამდე, ანუ KC-ს ტოლი იქნება. ასე აქვს. ალბათ ეს სამკუთხედში ორი კუთხე ვიცით. ერთ-ერთი მათგანი და ბისექტრისაა გავლებული. აი დავხატეთ. თან მახვი კუთხა სამკუთხედი გამოდის, ხო? ასე. B C A კუთხე 70-ია, B კუთხე 80, KX 70, S 80. მოდი ბედამ ბისექტრისაა გავლებული და მერე ჩავაწეროთ 40-40 რომ არის. აი, ასე. ეს 40 გრადუსია, ესეც 40 გრადუსია, სულ 80 იყო. ეს BD ბისექტრისაა.
იპოვეთ მანძილი D წერტილიდან AB წრფემდე. ნუ ახლა AB წრფემდე მანძილი ცოტა ისე ჟღერს, თითქოს შეიძლება გარეთაც ხდებოდეს ეს, მაგრამ დააკვირდით, შიგა სამკუთხედი არის მახვილკუთხა სამკუთხედი, იმიტომ რომ ეს თუ 40-ია და ეგ 70, მათი ჯამი 100-ია და ესეც გამოდის 70. და შესაბამისად მანძილი სხვა ფერით გავაკეთოთ ეს მანძილი. აუცილებლად შიგნით მოხდება, ანუ ფაქტობრივად ეს არის სიმაღლე, ხო? სამკუთხედის შიგნით გავლებული. ასე სიმაღლე. ის D გასიმაღლეა თქვათ, ასე. იპოვეთ მანძილი D წერტილიდან AB წრფემდე თუ DC უდრის 20-ს, ხო? კარგი. თუ DC ვიცით. ეს არის 20. რა უნდა დავინახოთ ახლა აქ ჩვენ? ჯერჯერობით ვხედა ვერაფერს. ვიყოთ აბა გავაგრძელოთ ჩვენის. ეს თუ 80-ია. ეს 70-ია. ეს 30 გრადუსი არ გამოდის აქ? კი, გამოდის. და ნახეთ ახლა, რადგან ჩვენ გვეკითხებიან აი ამ მანძილს გვეკითხებიან AD-ს. წინა ამოცანიდან გამომდინარე, ინსპირაცია წინა ამოცანა ყოფილიყო. აი ამ ბისექტრისის წერტილიდან რომ გაგვევლო მანძილი BC გვერდამდე. რაღაცა DF. რა გამოვიდოდა? ესენი ხო ტოლები იქნებოდნენ KD, ტოლი იქნებოდა DF-ის, ხო? რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ეს არის ბისექტრისის წერტილიდან კუთხის გვერდებამდე გავლებული მანძილები. რაც ერთმანეთის ტოლია. ეს ამის ტოლი იქნებოდა. შესაბამისად, მე თუ დავადგინე DF მონაკვეთი, მაშინ KD-ს დადგენარდია, მაგრამ DF-ი პრინციპში უკვე დადგენილია თუ დააკვირდებით. ნახეთ, ამ სამკუთხედიდან, რომელიც არის 30 გრადუსიანი კუთხის შემცველი, ხო? ხო გამოდის, რომ ეს DF გვერდი არის 20-ის ნახევარი, ანუ 10-ის ტოლია. იმიტომ რომ 30 გრადუსიან კუთხის მოპირდაპირე კათეთი ჰიპოტენუზის ნახევარი. მაშინ AD-ს იქნებოდა 10. თუ შესაბამისად, კითხვაზე პასუხი გაცემული გამოდის. აი, ეგ უკვე საინტერესოა, რომ დამატებითი ხაზი გავავლეთ. პრინციპში აქამდე მსგავსი რამ არ დაგჭირვებია, ხო? რამდენი ამოცანაც განვიხილეთ, დამატებითი ხაზი არსად იყო გასავალი. იგია, ნუ მესიამოვნა ეს ამოცანა. ხოდი გავაგრძელოთ 107. აბა ვიცადოთ ამ ჩანაწერში 110-მდე ჩავიდეთ. 107. ABC სამკუთხედის BD მედიანა AC გვერდის ნახევარს უდრის. აჰა, ეგ ჩვენ დავასაბუთეთ. ეს არის მართკუთხა სამკუთხედში ჰიპოტენუზაზე დაშვებული მედიანის შებრუნებული თვისება. აი, გავიგეთ რა ის სამკუთხედი ასე. და თქვათ აღმოჩნდა, რომ ერთი წვეროდან გავლებული მედიანა იმ გვერდის ნახევრის ტოლია, რომელზედაც დავუშვით. A, B, C, D და ეს ხო გაყო შუაზე და თვითონაც აი ამ ნახევრის ტოლი. და თქვენ B კუთხის აი კუთხე B უნდა ვიპოვოთ. უცებ რა ხდება? ორი ტორპედა სამკუთხედი ხო მიიღება? A, D, B-ს ტორპედა, აი ეს კუთხე ამას უდრის და ანალოგიურად B, D-ც ტორპედა. შესაბამისად, ახლა თუ შემოვიტანოთ აღნიშნულს ვთქვათ, ესა ალფა, მაშინ ესეც ალფა იქნებოდა, ესა ბეტა, მაშინ ესეც ბეტა იქნებოდა და დიდ ABC სამკუთხედში ხო გამოვიდოდა, რომ ალფას პლუს ბეტა და პლუს ბეტა ეს არის 180 გრადუსი. 2 ალფას პლუს 2 ბეტა 180-ია თუ გავყოთ 2-ზე ალფა პლუს ბეტა გამოდის
90 გრადუსი. ვიჩა. მართკუთხა სამკუთხედი ყოფილა. და როგორც გითხარით, ეს შებრუნებული თეორემაა. მართკუთხა სამკუთხედში ჰიპოტენუზაზე დაშვებული მედიანა ჰიპოტენუზის ნახევრის ტოლია, ხო? და პირიქით, თუ მედიანა აღმოჩნდა იმ გვერდის ნახევრის ტოლი, რომელზეც არის დაშვებული, მაშინ ეს არის მართკუთხა სამკუთხედი. ეს მერვე ამოცანა. მართკუთხა სამკუთხედში მახვილი კუთხე 50 გრადუსის ტოლია. მოდი ავიღოთ მართკუთხა სამკუთხედი. 50 და 40 იქნებოდნენ მახვილი კუთხეები, ხო? მართკუთხა სამკუთხედში, ნუ დავაწეროთ ეს A, B, C. C კუთხე გავს აქ 50 გრადუსს, არა? ასე. და მართი კუთხის სწოროდან გავლებულია სიმაღლე და მედიანა. გავლით სიმაღლე. მოდი დავაფიქსიროთ უცებ რა მოხდება. ეს ხო 40 გრადუსი იქნება აქ. ეგეც თავისთავად 40 გრადუსი. და თუ გავავლევდით მედიანას, გავიხსენოთ რა ხდება მედიანის საშუალებით. აი ეს ხოშვაზე იყოფა ერთმანეთის ტოლია და თან ეს გვერდიც ხო ამის ტოლია და აი ამ გვერდის აქეთ. შესაბამისად ეს თუ 40 გრადუსი იყო, ესეც 40 გრადუსი იქნება. და ჩვენ გვეკითხებოდნენ კუთხეს, ტოლფერდა ის სამკუთხედი და მიტო. და ჩვენ გვეკითხებოდნენ კუთხეს მედიანასა და სიმაღლეს შორის, ხო? და ეს კუთხე იქნებოდა მეგობრებო, ნუ ნახდია რა, მარტივი და სანახია უკვე 10 გრადუსი. იმიტომ რომ სულ 90 გრადუსია, ზემოდან 40 ქვემოდან 40. ეს გამოდის 10 გრადუსი. კარგი, აბა ვნახოთ მეცხრე ამოცანა რა არის 109. გამტკიცებაზეა, საინტერესოა. დავამტკიცეთ, რომ მართკუთხა სამკუთხედის მართი კუთხის ბისექტრისა შუაზე ყოფს ჰიპოტენუზაზე დაშვებულ მედიანასა და სიმაღლეს შორის კუთხეს. კაი, მოდი ვნახოთ. ხოდით დიდი ნახაზი ავიღოთ, ასე. ასე იყოს. ასე იყოს. დავაწეროთ პირველად ასოები, A, B, C, კუთხე მართია. მისგან უნდა გავავლოთ სიმაღლეც, მედიანაც. ჩვენ ახლა არავინ არ გთხოვს იმის დამტკიცებას, რომ ბისექტრისა მათ შორის გადის, მაგრამ ჩვენ ეს დავამტკიცეთ. იმიტომ რომ ცოტა გარეშე ფაქტები მოყავს და ახლა ნუ უნდა ჩავთვალოთ, რომ შიგნით გადის, მაგრამ აი ზუსტად რას აკეთებს, ყოფს თუ არა კუთხის შუაზე, მოდი მაგი ვნახოთ. ეს მასია, ეს მედიანა რო არის, ასე ავნიშნოთ. და ბისექტრისობა ასე ავნიშნოთ ოქროები, აი, ასე. ჩვენ გვეკითხებიან, აი, ნახეთ, ამ ორი კუთხის შეფარდებას თქო, იმიტომ რომ მედიანასა და სიმაღლეს შორის კუთხე იყოფოდა თუ არა ბისექტრისის შუაზე. მოდი დავაწეროთ ასოები. ეს არის თქვათ ალფა. მაშინ რა მოხდებოდა ახლა დააკვირდით? აჯობს აქ 90 მინუს ალფებით გავყვეთ თუ ესე აჯობს, ხო? თუ ბეტებით გავყვეთ.
რომელი მირჩენია ახლა აქ. იყოს მარტო ალფა. დააკვირდით ახლა რა მოხდება. ეს კუთხე ხო იქნებოდა 90 მინუს ალფა რა? კი ბატონო. იქნებოდა. და შეხედეთ ახლა ესეც ხო 90 მინუს ალფა. და რადგანაც მედიანა შუაზე ყოფს, ანუ ეს ამის ტოლია, ხო? და ვიცით რომ მედიანისთვისება რა არის ჰიპოტენუზის ნახევრის ტოლია, ეს თუ ნახევარი იყო, აქ თვითონაც ნახევარია. მაშინ აი ეს კუთხე მეთოქლები, აი ეს კუთხე, აი აქ. ერთი წუთი ფერი შევცვალოთ, ასე იყოს. ამ ტოლფერდა სამკუთხედში, ასე. ხო გამოვა ფუძესთან მდებარე მეორე კუთხის ტოლი. ანუ ესეც 90 მინუს ალფა იქნებოდა. ახლა დააკვირდით. ეს ხო 45 გრადუსია, ესეც 45 გრადუსია. რას უდრის ეს კითხვის ნიშანი? აი აქ. ეს უდრის 45-ს გამოკლებული 90 მინუს ალფა. ეგ მარტივი დასანახია, რომ იქნება ალფა მინუს 45. და რას უდრის ეს კუთხე? ესეც იგივეს არ უდრის? ანუ 45-ს გამოკლებული 90 მინუს ალფა. და ალფა მინუს 45. მოგკიცეთ. ტოლია. ანუ ბისექტრის შუაზე ყოფს მედიანასა და სიმაღლის შორის არსებულ კუთხეს მართკუთხა სამკუთხედში. კარგი, 100 ამოცანაც ნახოთ და ეს ვიდეოს ჩაწერა დავამთავრეთ. დაამტკიცეთ, რომ მართკუთხა სამკუთხედის ჰიპოტენუზისადმი გავლებული მედიანას და სიმაღლის შორის მდებარე კუთხე ამ სამკუთხედის მახვილი კუთხეთა სხვაობის ტოლია. ახლა ეგ ისეთი ფაქტებია, შეიძლება ზოგიერთი მასწავლებელი თქვა, თხოვდეს კიდეც მოსწავლეს დამახსოვრებას. ჩემ მეუბნებაში მაგალითად ეგ არ ისდება. არც არის რაღაც ისეთი სავალდებულო ფაქტები. მაგრამ უნდა შეგეძლოთ ნებისმიერ დროს მათი მიგრება. ჰიპოტენუზა, ეგ არის მართი კუთხე და თქვათ, გავლებულია მედიანა და სიმაღლე, ხო, მართი კუთხის სწოროდან. გავლეს სიმაღლე, გავლეს მედიანა და ბაჩორის მდებარე კუთხე, აი ეს მაინტერესებს რა. მოდი ეს ალფა იყოს უფრო დიდი კუთხე ჩანს. აი ცოტა სხვა ფერი გამოვყენოთ. აი ეს ალფა იყოს, ეს ბეტა იყოს. ახლა ნახეთ, რადგან მედიანა ეს ამის ტოლი ხო არის ჰიპოტენუზის ნახევრის. ესეც ბეტა გამოდის, ხო? აი აქ. ასე დააკვირდით. ალფა პლუს ხო, შეხედეთ ალფა პლუს ბეტა ხო 90 გრადუსი. მაშინ ეს არ გამოდის ალფა აი ამ მართკუთხა სამკუთხედში, ხო? იმიტომ რომ ესენიც მახვილი კუთხეები გამოდიან, ეს მართი კუთხე. შესაბამისად, ეს ბეტა თუ იყო, ზედა ალფა გამოდიან. და რა გამოდის ეს კითხვის ნიშანი? ეს კუთხე არ გამოვიდა ალფა მინუს ბეტა? რისი დამტკიცებაც მინდოდა? თავიდან მოცემული სამკუთხედის კუთხეები იყო ეს ალფა, ბეტა და სიმაღლესა და მედიანას შორის კუთხე გამოვიდა ამ მახვილი კუთხეების სხვაობა. მოდით დღეისთვის საკმარისი იყოს და მომდევნო ვიდეოთი დავბრუნდებით 111 ამოცანით დავბრუნდებით ჩვენ.